გაუმარჯოს დილამშვიდები. თუმცა უკვე მე მგონი 12-ის ნახევარია და სადღაც სათნე ინახი რა წავის ვიხდითელი მანიკურები რამდენი ხანია წავის. მივდივარ იქა სკოლაში. უბრალოდ ჯერ არ მივდივარ. შორე ვიბანავე და ხო უნდა გავემზადო და მე უნდა მივალაგო მტვერსა სრუტი ჩავთა და აი მე წავალ. დაბლა უკვე ვიყავი. მე წავალ კასკა უნდა დავიფარო და ის. იმედია ყველანი იქნებიან. ივანეც უნდა წამოსულიყო, მაგრამ მათემატიკა მაქვს ზუსტად მაგ დროს თურმეო. უი, წამალი ადამიანები. უი. ხალხო, წუხა გუშინდელ აქეთია ფეხს ვერ ვგრძნობ, რომ აქ ანუ არ მტკივა. აი ნემსმა რო წაგარტყას ესე მიშვება, თორე ისე არ მტკივა, საერთოდ. საერთოდ არ მტკივა, ეს ახალი ფანქარი რატო არ წავიშ. ოს მინდა რომ უფრო მეტად იღებოდეს და არ იღება. მე თუ საქმურად დავრჩი, ის სერიალის ბრალი იქნება და არა უშავდა. საქმურად კი არა და ვერაფერი ვერ გავაკეთო, ესე იგი სერიალის ბრალია. აი ისე გადის დრო ვერ ვიგებ რომ უყურებ ხა ყავაზეც მამა პაისის ცხოვრებას უყურებ. გუშინ ხალხო შემეშალა ისა სახელი საიტის კი კომენტარი ჩავწერე და ჩავამაგრე რომ ყველას გენახა უყურე ჯიარა უყურე ნეტ ისე კარგად არის დალაგებული საიტები და ისე რომ რა იყოს ანუ თუ გინდათ შეგიძლიათ უყუროთ ძალიან იოლად მოძებნით იმას სერიებს მე შემეშალა და ეკითხარით ჩადი შენ ძალიან იშვიათად მჭირდები და შენ აქ ანუ შიგადაში მოსულა ის რომ ისა ამას აუღრე უეჭველი ვიცი ხალხო ნაგავი გავიტანე და ანუ ნაგავი რომ გამაქვს ხოლმე არის ხოლმე შემთხვევა რომ ბუნკერში სხედან კატები ან ბუნკერთან ან ბუნკერის გარშემო მოკლედ რა ეძებენ ხოლმე ნაგავში რაღაცე საჭმელებს ხარა მაწანწალა კატაა თუ ოჯახის კატაა ნუ კატებს ახასიათებთ მოკლედ რა ხო და ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა რომ ანუ რომ ნაგავი უნდა ჩამიგდია ნაგავი და ეს კატა ამომხტარა რა ბუნკერიდან და ეხა უი შემეშინდა და ვაი და რაღაცა არ მომსულია, იმიტომ რომ კატა არა. ხო და ხახ რას წარმოვიდგენ? იმხელა ძაღლია მოხდა. გული შესალოცი გავხადე, ძაღლი შევაშინე. ან იმხელა ძაღლი ამოხდა რომ მე ხო აქეთ შემეშინდა და იქი იმას. და ესა იქვე გავუღეჭეთ ნახშირი. ისე შეგვეშინდა. იქვე არც ვაციეთ და არც ვაწყელეთ. ეხლა მე მივდივარ ჯერ ნინოსთან. სამსახურში მწვადები მაგ გამოსაძერწი. ოღონდ ჯერ მინდა რომ ის დავალაგო და ისწავიდე ყავთო რომ იცი რა დღეში მეკაკავება და სველი თავი მაქვს კიდე. ამას ფენით ჩამოვისწორებ არა უშორ. არაფერია. ხო და ეგრე.
აი ეს საყურები დავიკიდო გოგო თემურასები ძალიან კონციალები ხო არ არის ჩემ ძალმა დამირეკა მეგიმ და ეს ვანახე და ხო მოკლედ რაც თევზებიდან წამოხველი იპრანჭები და იპრანჭებიო და დიდი ხო არა ანუ რას ვიცმებ ფეხს ისინ არა ქალო კი არ მიდიხარ ჩალაგე ამე პატარა გაიკეთე რამე პაწაწინა ამას აკრა უნდა აუ იქიდან კი რომ მოვალ ნელა მიუყვები და დავალებ იქიდან საქმე არაფერი არ აქვს რა გავიკეთოთ მოდი ეს ოქროს ფერები გავიკეთო ოქროები არ არის ესენი ოქროები გითხარით არ მილაგი აქ ზოგადად ოქრო ხო იცით არ მიყვარს და ოქროს ფერები არ მიყვარს ხო და აქ არ მილაგი იმიტომ ტყუილ არ შემოხვიდეთ გასაძარცვად სახში არა მაგ ჩემთან ნახავთ აი ამ რაღაც რუღაცებს ბევრი თემურას პროდუქცია იქნება თემურასგან მოტანილი თუ გინდა წაიყეთ ან რაღა იწვალოთ მითხარით მე მოგცემთ რაც გინდათ რაც გული მეტკინება ყველაზე ძალიან არ წაიღოთ ხალხნო ის წებო ძლივს ვიყიდე იმის ემულსი სილიკონის ხო და ბიბლიოთეკაში მიდევ 2 ცალი დედა ახლა გავიყურიდე ყური ესე ცოტა ესე რა ვიცი იყოს ხო მე მგონი მორჩა მეც არაფერს არ ვისმევ ხო ცოტა წამოვხდები მივალაგებ ყველაფერს ნაჭამია საჭმელი გაკეთებულია რომ მოვალ ერთი სუპი უნდა გავაკეთო წვნიანი ვერ მიშელი გავაკეთე ახლა ხო და ეგ არის და არა არ მისვია ბევრი რამე ხო არ მისვია ლაინერს წავისმევდი მაგრამ იყოს ლაინერთან ხო იცით როგორი მაგარი დამოკიდებული ლაინერი არა მაგრამ აი ამით შეიძლება რომ რაღაცა წაულაინერო ის სად არის აი ის რომ მეჭირე ხახ ვარდისფერი ხო აქ ჩავაგდე აი სკამი ხო იწევა მიწიე ხალო დაგეგონება დავეკარიო მაგრამ გაიხედეთ ერთი ხალხო ამას მიმალავდა ეს ფუნჯი რო ეს შეეძლო ჰა ნავეკანი არ მოგივიდეს მანანა ინდა უშაჭამე ის ხელით ვაჭამე რო იტყვიან ხელიდან უყარს რო ვაჭმე ხოლმე და ჭამა რა მე მგონი საიქიოდან მოვაბრუნე ხო და აი ერთი თვეც გასტანოს და მე სადაც უნდა წავიდეს კატებმაც აჭამეს ხალხნო ეკა ის კატა მიჭამდა ხოლმე დიდი კატა და უმალავდი ხოლმე ხამათაც აჭამეს ეგ ისა რა ქვია ინდა ური საჭმელია რა ვიღაც აქვი აი ქედან შუქი რომ მირტყავს აქ კარგა გავიკეთე აი ძალიან კარგა და აქ აქ მეგონი ის ქუთუთო სხვანაირად ამაკ არა არ ვიტყუები მართლა სხვანაირად ამაკ აქ ისა მქონდა ხოლმე ბავშვობაში აი ამაზე დამემართა ძირმაგარა ერთადერთხელ მქონდა ცხოვრებაში წარბზე და აი ესე მქონდა თვალი წარბიც კი გამცვივდა
ჯერ სადამ მქონდა, მაგრამ სულ გამცვიდა და ეხლა რო ის არის ხოლმე რა ქვია იმ ზე ან რაღაცა ეს ქუთუთო მიწითლდება. ზაფხულის პერიოდი იყო სკოლიდან დათხოვილები ვიყავით და აი ესე შვენივად მქონდა თვალი ამოშიებული და ლატკამედო ესე. ხო თმებს დავიბარსე წავედი ხა წამალ დავლიო. ჩემ ძას უნდა დაერეკა და სად არის აქამდე. წამალს დავლებ. Omaydani utamlısıyım. თორმეტ საკლია 15 პირველისთვის რო იქ ვიყო, დაახლოებით 1 საათში უნდა წავიდეთ. 1 საათში უნდა საწოლით სავალაკო. აი ეს რაღაც ნასკები დავყარე თეთრები, ხა წვილები უნდა უპოვო მაგას და წერსას რუტით გამოვგავოთ. აი თემურას კაბა ხახნო, იცი რა მაგრად მოგწონს სოყოლობა. სიგრძეც მუხლის ქვემოთ არის და სულ ახალი არის. ამას ვიცი, ზემოდან რას ვიცმევარიც, მაგრამ ამას ვიცი. 3 ლარი რაღა ახლა. მე კიდე განვაახლებ ხოლმე შიგადაშიგ ესე ბავშვებსაც და მეც. ცოტა დიდი. უი მართლა ის არის. ინტერნეტში ნახე წამლის დალევის ეს რაღაცა. ანუ ხო არის ხოლმე რომ ზოგი აი ჩემი რძალი მაგალითად სოფო შეიძლება დაიხრჩოს წამლის დალევისოს. აი ერთი ბეწო წამა არ შევდი მადონაც. აი ესე და აი უკარო ჩაიდებენ და თავს ესე წევენ. არაო, ამას წინათ ნახე ვიდეო და დავტესტე მე რა ეხლა რომ დავიწყე წამლის დალევა, ეხლა მაგის გულზე არ დამილევია რომ დავიწყე და ანუ წამალს რომ დალევო თავი უნდა დაწიო წინო და არც არის აუცილებელი რომ ხელით სასულეში ჩაიყო ეს წამალი. წინ და ისა ძალიან ადვილად ისმევავდი, ეხლა ნახავთ ახლა წინაზე გამომივიდა და ეხლა ნახო იმედია ეხლა გავშეკავ ფეხებს. არ უნდა ქალო და ჯამოსდი თავი დალი. მასაც გავრეცხავ. პომადიანი პირი დავადე. ეს არის ჩემი ფანქრები. YouTube-ზე რომ მოღვაწეობა დავიწყე, აი ეს ფანქრები გამომიგზავნეს გერმანიიდან გოგოებმა. არ ვიცი გოგოებო დღემდე თუ მიყურებთ, მახსოვს თქვენი თითოეული გამოგზავნილი ესეთი რამეები და დღემდე მაქვს. არ ვინახავ ვიყენებ. ეთყობა რომ 5B-ს კარგა გამოვიყენე, ეს არის 4B და ეხა ივანეს მივეცი 3B. თორე ჭირდებოდა მუქი ფანქარი. თუ მიყურებთ გოგოებო მოკითხვა ჩემგან და თქვენი გამოგზავნილი რაღაცა ნიჩები დღემდე მაქვს და დღემდე ვხმარობ. ასე მაქვს შენახული და თუ საჭიროება არ მოითხოვთ, არ ვხარჯავ ხოლმე. აი ეს ეხა 2 წუთი იმას ვიზავ. უცბად ავალაგებ საწოლს და აი მე ნახე რამდენი დავაუხლე გუში ხალხნო. კიდე ბევრი მაქვს. მე არა უშავ რა. დღეს ხელს რა უშლის რომ ჩავთათ თან და დავავთოვოთ. რაც არაფერი. აუ ამას თეთრი უნდა ჩავასხამ. საკეტში. ასე. ისინი ნაკავია. ჩავთა მამა პაისის ცხოვრებას ათანი როგორ არის ანათანიდან ზეცამდე. აი მე ხახნო თუ ვინმეს გააქვთ ის ვიდეო ნანახი გუშინ ჩვენ ვიცინეთ მაგაზე სასწორით რომ ვისაც Facebook-ზე უყავარ კი ნახავდით. სასწორით რომ ქუჩაში ავიწონე სამსახურში ვისვლამდე. აი ეგ ვიდეო. რაც ჩვენ მაგაზე ვიცინეთ. და აი მაგ სიცილ ხალხარში და ხინკლის გაკეთებაში დამავიწყე დღეის ტორტი რომ უნდა გამეკეთებინა და ეხა მივდივარ მაგიტო. ანუ პირველზე რომ იქ ვიყო, გავაკეთებ. და მე გავიქცევი კრებაზე. ნახოთ, მოდი 2 წუთი დაგაპაუზებთ. საწოლი ავალაგე. ეხლა მტერსაც უჭირდა ჩავთა, მაგრამ მტერსაც უსურთა ხოლმე. თუ მინდა რომ ძალიან კარგი აიყოს. ეხლა უნდა ჩავიტანო ფილტვი და დავცალო. თორე
ხალიჩი და რომ მინდა კარგა იყოს, მეტას ვაკეთებ. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთხელ რო დაალაგებ მეორედ ისე ჯანიანად არ აიღებს თუ ფილტრი არ გაუსვათ თავი, ანუ ტვერსასუდი კი არ არის უსტი, უბრალოდ იმდენად ძლიერად იწოს ყველა მტვრის ნაწილ აქვს, რომ ფილტრი მალე იბიდება. ასე ბარბარეს ვაფრთხილებ რა, როცა იღებს, რომ თავიდან მეც ეს სახელური მეგონა, ეს არაა სახელური. სახელურია ეს. ამით უნაწი. ეს არის ჭიქის ამოსაღი. ხო და ბარბარეს უმაგის მეშინია, რომ არ გამიფუჭოს. რო იღებს ხოლმე ვაფრთხილებ, ბარბარე, ხო იცი, რითი უნდა აიღო, აი მსარკეს ჩემ თავს რო ხედავ ხოლმე ხალხი. გონია რომ ვიღაცა არის და კინაავ შევკივლე. ნახე რა მაგარია მიდიოდა ყელიანი ჯეპრიმაცი. რა შეიძლება ამის ზემოდან ჩავიცვა? უკლავებო გავრეცხე? ეგ ჩავიცვა დუტის სავით რომ აქ. აბა ბავშვებს შევხედოთ. ვინსა და ხართ? ინდაური ცოცხალია ჭამს. შვენიერ. ხა დაიცად. ნახეთ რამდენი საერთოდ ისინი ნახეთ რა ქვია. ნასკები. არა უშავ რა დღეს და ხვალ სახში ვარ. ოღონდ ხვალინდელ დღეზე უნდა მეჩქვა, ხო? აი ჯერ უნდა გაიკრასკო, ჩაიკრასკო, მიიკრასკო და მე აიმტვერო. ანუ ეს ხო ერთი პირის ძრება, ეხა ესეთ. აი ეს არის მთავარი, ეს უნდა იყოს სუფთა, თორე არ აიღებს. შანსია 0. ხვალი არის ნინას დაბადების დღე. ჩემი მამიდაშვილის ბავშვი. ხო და ნინო არის დაპატიჟებული. მეც და ნინოს. ერთი წამი ეს გავბერტყო. მაგრამ როგორც სწორად მახსოვს, არა ნინოს გავუშვე ყველა ვარიანტში. მეც ჩავალებად საღამოს კი არ ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ ეხლა ვეგეტყვით რატომაც. ჯერ უნდა ვნახო ერთი წამი. ხელი გადავიბანე. მადონა მომწერა ჩემო ბიძაშვილმა. მე მგონი შაბათს ხვალინდელზე არ მახსოვს ზუსტად, რომ აი ვნახო ერთი, მაგრამ ვერ ავნახა ვოისია მგონი. ქორწილში მიდის და ქალი მიდის ჩემი იმედით. რომ მაკიაჟი უნდა გავუკეთო მე ქალო რომ ერთ თვალზე რო სხვანაირად ვიკეთებ და მეორეზე მე მეუბნება მაგას. მაკიაჟი სიმენ ჩემი იმედით მიდის. ჯან დაგეტოს. აჰა, ესეც ეს. ძნელი იყო? აბა ისად არის ტელეფონი მე გიმხوار დარეკა. მეგუნიამ. აბა ნახო. მე გიმელაპარაკებოდა და არა. ეხა მადონას მესიჯს ნახავ ხვალე თუა. ჩემი მედზე. სად არის? მ. რა შემირეკავს. ამჯერცელებს რატო სჭირს ეგ რაღაცა რომ იმასაც მიუწვდომელია ულა შემეუბნე. აბა სად არის მადონჩიკა? ხა გიყურებდი. მუშაობ თუ მომემსახურებ რომ საათნა გინდა. 22-ში. მადონა ჩაკრასკავ დაგეკეთე. ჩაკრასკავ. აბა რომ მოვალ უნდა ბარაქის გადავიტანო ცოტა პატარა ქოთანში, იმიტომ რომ ესე ძალიან გაფუჩქული რო იყო, მეგონა რომ დიდი იყო, მაგრამ რო გავს ხალი პატარა აღმოჩნდა და არ შეიძლება გამიფუჭრება. ამიტომ ცოტა დიდი არის, მაგრამ დიდ ქოთანშია და უნდა გადავიტანო აუცილებლად, ოღონდ რომ მოვალ. ეხა წავალ და გემშვიდობებით მოვალ ვიდეომდე. უცბად უნდა შემოვიქროლო და გავიქცე.
მანამდე თმებიც გამიშრება. ვაი დედა. რომ მე ნელა და ნება გავაკეთოთ საქმე. წავედი. კარგად.